მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. დაზიანებული საბავშვო გასართობის სკვერები, სკამები, დამწვარი ნაგვის ურნა. ახალციხის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და წერს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ვანდალიზმის ფაქტები დააფიქსირეს. მერია მიუთითებს, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია. ჩვენ ახალციხის მერს ვარლამ ციკლაურს ვკითხეთ, თუ რამდენად ხდება ფაქტების ვიდეო კამერებში ასახვა და დაეკისრება თუ არა სანქციები პირებს. ციკლაური პასუხობს, სამწუხაროდ იმ მონაკვეთს არ აკონტროლებს ვიდეო კამერა. დაიწყო თუ არა მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ოფიციალური ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სკვერებში ვანდალური ფაქტების გამოვლენის და პრევენციის მოტივით ვიდეო კამერები 2023 წელს დაამონტაჟა, რომლისთვისაც 650,000 ლარი დაიხარჯა. ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან და უფრო მეტს ისინი გვეტყვიან ამ ფაქტზე. რაც შეეხება ვანდალიზმის ფაქტებს, ბოლო ფაქტი ქონდა, როდესაც ცენტრალურ პარკში, ახალციხის ცენტრალურ პარკში სკამები დააზიანეს. სამწუხაროდ იმ მონაკვეთს არ აკონტროლებდა ვიდეო კამერა, თორემ მარტივად შეიძლებოდა ამოგვეღო და გვეჩვენებინა როგორ მოხდა ამ ყველაფრის დაზიანება. ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შემთხვევა გუშინ მოხდა. 2 მილიონამდე ლარი შეგროვდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, რომელიც სრულად გადაირიცხა ფონდში. გვეუბნება დაიცავი ილიაუნის ერთ-ერთი აქტივისტი ლადო ჯახუა. ილიაუნის სტუდენტებმა ლაივ მარათონი 20 მაისს დაიწყეს და ზემოთ ხსენებული თანხა რამოდენიმე დღეში შეაგროვეს. თანხა დიუშენით დაავადებული ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის შეგროვდა, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა. დაახლოებით 4 დღეში მოგროვდა 1,5 მილიონზე მეტი, უკვე შეადგენს ეს თანხა 1,918,000 ლარს და სრულად გადაირიცხა ფონდში. და ეს თანხა უკვე მშობლებს ამ. საზოგადოებას შეუძლია ის, რაც არ შეუძლია ხელისუფლებას. საზოგადოების ეს ფუნდამენტი ქვეყნის უკეთესი მოვლენისთვის და საზოგადოების გადაშენების, რომ ხალხი ძალის გაჩერება არ შეუძლია არაფერს. და დავინახეთ, რომ საზოგადოების და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა კობახიძეს გასასაკადრის პასუხი და კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ფული ეკუთვნის მოსახლეობას და მოსახლეობას მოკითხა და მოსახლეობამ გაცა პასუხი, რომ ისინი დაუდგება გვერდში. და ესაც დავინახე, რომ ერთ კვირაში მეტია ვხედავთ სურას და როგორ აფიქსებს მოსახლეობამ პასუხს. ილიაუნის სტუდენტებს მიმართავს 17 წლის ბორჯომელი გიგი კაპანაძე, რომლის ვიდეო მასალაც მისმა დედამ ლიკა ლაზიშვილმა მოგვაწოდა. მინდა გულითადი მადლობა გადაუხადო ილიაუნის სტუდენტებს. მადლობა იმ სიყვარულისთვის, ყურადღებისთვის და სითბოსთვის, რასაც ჩვენ მიმართ იჩენთ. ასეთი ადამიანები სამყაროს უფრო კეთილს ხდიან. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. 6 პოლიციელი დააკავეს 2 მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება რეგიონალური მედია ქართლის ამბების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად რამოდენიმე პოლიციელი მოქალაქეებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 პოლიციელს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ დროისთვის დაკავებული არის 6 სამართალდამცველი, რომლებიც თავად გახდნენ გუშინ სამართალდამრღვევები და ამის ამსახველი კადრები ჩვენ უკვე მივაწოდეთ პროკურატურას. მოწმის სახით ვიყავით, მოწმის სტატუსით ვიყავით დაბარებულები პროკურატურაში. რომ არა ეს ვიდეო მასალა ადვილად მისახვედრია თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ეს შედეგი არ დადგებოდა. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადგილობრივი მედია, აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია და რაც უფრო კარგავთ და საზოგადოება კარგავს
დღეს არსებული რეპრესიული კანონებით კრიტიკულ მედიას მით უფრო მეტად დაფასდება ამ მედიის როლი, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიას გაუკეთებია ისეთი რამ, რაც ყოფილი ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მათი ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ფანჯრიდან რომ გადმოვიხედეთ, არა ადამიანური ხმები ისმოდა და დავიწყეთ ეგრევე პირველი რაც მოვიფიქრეთ, არ ვიცი, გადაღება. და კადრებში ხდება, არ ვიცი. აი ენით აღუწერელი რაღაცა და შეფასება რამდენჯერაც არ უნდა უყურო, მაინც ვერ იჯერებ რომ ეს რეალობაა და სამართალდამცველები ასე კარგავენ სახეს და ასე უსწორდებიან მოქალაქეს. როგორც აღმოჩნდა რომ არც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, არც ბრალდებული სახით არ იყო, რაღაც კონფლიქტი დაიწყო პოლიციელსა და შემდეგ როგორც ირკვევა მოქალაქეს შორის და ამის შემდეგ, როდესაც მოდიან ეს პოლიციელები, რაც კადრებიდან ათლად ჩანს, ყველა ფიზიკურად უსწორდება ჯერ ერთ მოქალაქეს, რომელსაც ინტენსიურად სცემენ, შემდეგ მის დასახმარებლად მიდის მეგობარი და იმასაც ფიზიკურად უსწორდებიან, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჩვენ ეს კადრები მივაწოდეთ პროკურატურას, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, 6 სამართალდამცველია ამ დროისთვის დაკავებული, მივადევნოთ თვალყური, რაც ყველაზე მთავარია, პრევენციის მიმართულებით უნდა იმუშაონ. ახლა რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს. ყველაზე მთავარი საზოგადოების დაკვეთა არის ის, რომ პოლიციამ სახე 100 არ დაკარგოს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.